თამთა ყავდა ადრე სტუმრად, რომელიც ამბობდა იმის შესახებ, როგორ უჭირს მას მისი ბედის შესახებ ამბის გარკვევა. კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის რომ განმარტოთ რა კონკრეტულად რა საქმიანობას ეწეოდით მერიაში და როგორ გაგაგებინეს ბოლო-ბოლო რა ბედი ეწეოდა თქვენს პოზიციას. კი ბატონო, ზუსტად ამ ეთერში ვისაუბრე იმის შესახებ, რომ საჯარო გამოთხოვის მიუხედავად მაინც არ მომცეს ინფორმაცია თუ რას ეხებოდა რა ორგანიზაცია და რომელი საშტატო ერთეულები მცირდებოდა. და აი დადგა დღე, როდესაც ასევე შემთხვევით და არა პირდაპირ ჩემი დამსაქმებლის მიერ კომუნიკაციის შედეგად, არამედ შემთხვევით გავიგეთ, რომ საკრებულოში ჩვენი ინფორმაციით უკვე დაინიცირებული არის ის ცვლილებები, რაც შემდგომ ჩვენ უშუალოდ უნდა შეგვეხოს. ეს ეხება იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს საერთოდ აუქმებენ, რომელშიც თქვენ ხართ. რომელშიც უმეტესობა ხელმომწერი არიან. მე ჩემი განყოფილება ეს არის კულტურის პროექტების და პროგრამის განყოფილება, სადაც ორი ერთეულით შემცირდება საშტატო ნუსხა და ვარაუდობთ, რომ ამაზე რადგანაც ჩვენ ჯერ პირდაპირ არ მიგვიღია ჯერ კიდევ თქვენ არ გაქვთ უშუალოდ, მაგრამ დიდი ალბათობით ხართ. ალბათობით ვარაუდობთ, იმიტომ რომ ხელმომწერები და პლუს ამას ემატება ის აქტივობა, რაშიც ჩვენ ვართ ჩართული, ასევე საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი, მის თანადამფუძნებელი ვარ და აქტიურად ვცდილობთ, რომ საჯარო მოხელეების უფლებები იყოს დაცული და ამიტომ ვფიქრობ, რომ მეც აუცილებლად შემეხება. უბრალოდ ერთი ნიშანდობლივი ამბავი არის ის, რომ ჩვენ ასევე რეგისტრაციასაც გვიფერხებენ და ყველანაირად ვცდილობენ, რომ ეს ინფორმაციები იყოს ჩვენამდე არ მოაღწიოს, მაგრამ ჩვენ ეს ინფორმაციები მაინც გვაქვს, ველოდებით გათევსების მომდევნო ტალღასაც და არ ვიცი, ძალიან რთული არის ადამიანურად, როდესაც საერთოდ არავინ არ გამოდის კონტაქტზე, იმინდა რომ ძალიან ზუსტად მაყურებელმა ძალიან სწორად გაიგოს. ეს პერიოდი დადიხართ მერიაში? კი, რა თქმა უნდა, ეხლა უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს მიმდინარე კვირა მქონდა საავადმყოფო ფურცელზე ვიყავი, თუმცა კი დავდივართ, ვცდილობთ რომ შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ყოველდღიურად. არ ვიცით ეს არის ბოლო დღე, არ ვიცით ეს არის ბოლო თვე ჩვენი მუშაობის და საკრებულოში შეტანილ ცვლილებების პაკეტზეც გითხარით, იმიტომ რომ თქვით რომ საერთაშორისო დეპარტამენტი საერთოდ მერიაში არსებობდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. სამსახური, რომელსაც საერთოდ აუქმებენ, ხო, დიდი ნაწილი იყო ხელმომწერი პეტიციის, რომელიც კურსთან დაკავშირებით ხელისუფლების პროტესტის საპროტესტო პეტიცია. კი. ანუ ევროპული კურსის მხარდამჭერი პეტიციაზე ხელმომწერი იყო უმრავლესობა ამ დეპარტამენტიდან, ასევე ტურიზმის დეპარტამენტს აუქმებენ საერთოდ, რომელიც 2018 წელს ისევე აი ამ ხელისუფლების და არსებული თბილისის მერის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და ასევე პანდემიის პერიოდშიც კი არ გაჩერებულა ეს ტურიზმის სამსახური და ახლა ეს უნდა გააუქმენ. ანუ ჩვენ ამას გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ აბსოლუტურად ეს რეორგანიზაცია, ამ რეორგანიზაციის იდეა და შინაარსი არის, რასაც არ გვეუბნებოდნენ. ჩვენ დავასკვენთ, ჩვენით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი არის ამ ორი რამბის, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ხელმომწერები, რომ დაისაჯონ სამაგალითოდ როგორც კი ბატონო, ანა მოგვიყვეს მასთან დაკავშირებით, თქვენ რა პოზიციაზე იყავით და თქვენ რა, ასე ვთქვათ, თქვენი პირადი საქმე როგორც ითქვა. მოგახსენებთ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და ამ პრობლემით დაინტერესებისთვის. ჯერ დავიწყებ უშუალოდ რეორგანიზაციის პროცესიდან. რეორგანიზაცია ჩვენ შევიტყვეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება მერის თანამშრომლების მიერ და ასევე სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლების მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ ჩვენ, რომ იგეგმებოდა რეორგანიზაცია. ეს ბუნებრივად დავაკავშირებთ ჩვენს განცხადებას, იმიტომ რომ მანამდე არავით არის წინაპირობა, რომ რეორგანიზაცია ტარდებოდა, არ ყოფილა მსგავსი. მე გახლავართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომელი. -2 თქვენ ხართ ორივე ასეთი განყოფილება, კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, მინდა გითხრათ, რომ განყოფილება შედგება 4 ადამიანისგან. ერთი განყოფილების უფროსი ყავს, 2 სპეციალისტი არის, უფროსი სპეციალისტი, 1 წამყვანი სპეციალისტი. როგორც დღეს შევიტყვეთ, 2 შტატი უქმდება და გამოდის, რომ 4 კაციანი განყოფილება უნდა გახდეს 2 კაციანი განყოფილება. იცით რა, ჩვენ განყოფილებაში საქმეს არასდროს თქვენ 2 ხართ ამ 4-ში, რომელსაც გაქვთ ხელი მოწერილი პეტიციაზე 4-დან 2. კი, ჯერ პირადად ჩვენთვის არავის არ შეუტყობინებია, რომ სამსახურიდან ვართ გათავისუფლებული, მაგრამ მოლოდინი გვაქვს ესეთი. ანუ როგორ
იცით რა არის, ანუ ვის გაუშვებენ ახლა ჩემთვის პირადად არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მირჩევნია გულწრფელად რომ თქვა, არ ვარ ძალიან მამაცი, მაგრამ მირჩევნია არ ვიყო მე და არ იყვნენ ის ჩემი თანამშრომლები, რომელსაც უფრო მოწყვლადი სოციალური პირობები აქვს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, ძალიან ადამიანური განცხადება იყო, მაგრამ შეიძლება ახლა რაღაცნაირად კულტურა ისე ჟღერს, ხო, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძალიან მძიმე ამბების ფონზე, მაგრამ როცა ქვეყანაში ყოველთვის საჭიროა, როცა ხელისუფლება აპელირებს ტრადიციებზე, კულტურაზე, მით უფრო წახალისებული უნდა იყოს და თამთან პანდემია ახსენა და მე მინდა გითხრათ, რომ პანდემიის დროს ერთ-ერთი განყოფილება ვიყავით, ვინც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და არ გავჩერებულ ვართ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დაიკეტა საკონცერტო დარბაზები, თეატრები, ეს ხელოვანი ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩავარდნენ და მათ დასჭირდათ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება და დახმარება და სწორედ ჩვენი განყოფილება იყო ეს განყოფილება, ვინც ამ საკითხებზე მუშაობდით და ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და კულტურის სფერო არასდროს არ განიცდის საქმის ნაკლებობას, ძალიან დიდი გვაქვს მომართვიანობა, ბევრი გვაქვს. მადლობა ღმერთს ვართ ნიჭიერი და ყოველთვის ჭირდება კულტურას ხელშეწყობა. კულტურის წრეებში და სფეროში დიახ. თამთა ამბობს ასეთ რამეს და მე ძალიან მესმის მისი ამ შემთხვევაში მირჩევნია მე ვიყო ვიდრე სხვა, იმიტომ რომ ისინი ბევრად ვთქვათ მოწყვლადია სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით, თუმცა თქვენი ორის შემთხვევაში თუ რეორგანიზაცია შეგეხება თქვენ ორს, ეს ცალსახა იქნება, ეს ვთქვათ, ბმა პოლიტიკურ კონტექსტთან, თქვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტთან. ამიტომაც ეს ალბათ სხვა ტიპის ნიშანი იქნება და ამიტომ აკონკრეტებთ. რა თქმა უნდა, იცით ქალბატონო დიანა, ჩემი საჯაროდ აზრის დაფიქსირება, ესე იგი, ახალი არ არის. ანუ, როცა პირველად დაინიცირდა კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, მაშინაც ღიად გამოვთქვი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება და აზრი და ძალიან ცუდი გამოხმაურებები ქონდა ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ. რატომღაც საზოგადოებაში შიგნით არ შეგიქმნათ, ხო? აგრძელებდით მუშაობას. აგრძელებდი მუშაობას. რატომღაც საზოგადოებაში არის ისეთი დამოკიდებულება, რომ საჯარო მოხელე ნიშნავს მართველი პარტიის აუცილებლად ნიშნავს უყურვალე მაკებარს. ძალიან მანკიერი და ცუდი დამოკიდებულებაა. ჩვენ ვფიცვდებთ საჯარო მოხელეები, როცა სამსახურს ვიწყებთ და მე უკვე მე-10 წელია საჯარო მოხელე ვარ და მერიაში ვმუშაობ, რომ ვემსახურებით ხალხს და სახელმწიფოს. ჩემი პიროვნულად არავის არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ფიცში ჩვენ არ ვდებთ ფიცს, რომ ვემსახურები მერს, ვემსახურები პრემიერს, ვემსახურები პარტიას, ჩვენ ვემსახურებით საჯარო ინტერესებს და მე ვფიქრობ, რომ კანონის ფარგლებს გარეთ არ გავსულვარ და კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი იმ საქმეს და კეთილსინდისიერად აღვასრულებდი ჩემ ფუნქციას, რაც მევალებოდა სამსახურში. და სხვა არანაირი საფუძველი არ მაქვს, არანაირი მიზეზი არ მაქვს. სხვა ვიფიქრო, ვთქვათ, შეფასების სისტემით საუკეთესო მქონდა ამ წლების განმავლობაში შეფასება სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ამ მოცემულ გარემოებაში მე სხვა არანაირი საფუძველი არ მაქვს, უბრალოდ სხვა წინაპირობა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ვარ ხელმომწერი და ვარ ღიად დამფიქსირებელი ჩემი აზრის და პოზიციის გამომხატველი. სხვა უბრალოდ ფიზიკურად არ მაქვს მიზეზი, რომ სხვა რამეს დავუკავშირო. არც კომუნიკაცია ქონდა ხელმძღვანელობას არანაირად. როცა რეორგანიზაციის შესახებ არ იცის სამსახურის უფროსმა არაფერი, არ იცის სამსახურის უფროსის მოადგილემ არაფერი, არ იცის უშუალოდ განყოფილების უფროსმა არაფერი. მაშინ პროცესი არის ბუნდოვანი, როგორც მაშინ სად იგეგმება რეორგანიზაცია, რა აქვს საფუძველი, თუ არის რაღაც ოპტიმიზაცია, მაშინ ეს კადრების შემცირებით რატომ მიმდინარეობს, ხო? ბუნებრივად გვიჩნდება, როცა კადრების შემცირებაზეა საქმე, გვიჩნდება იმის ვარაუდი, რომ ფინანსური პრობლემები ხო არ არის ქვეყანაში და ამიტომ ხო არ ამცირებენ კადრებს, ხო? ხო შეიძლება რომ ფინანსური პრობლემები იყოს და ხელფას ვეღარ იხდიდნენ, მაგრამ ამავე დროს დღეს ვიგებთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის 11%.
10%-ით. ანუ ფინანსური პრობლემები შეიძლება აქედან გამომდინარე გამოვრიცხო მაგალითად, ხო? მაშინ რა მიზეზი შეიძლება კონდეს კადრის შემცირებას? როცა არც ფინანსური პრობლემები არის, არც სხვა მიზეზი არ აქვს ჩვენ, თუ რამე არის მიზეზი, ხო? ან სამსახურის უფროსმა უნდა იცოდეს, ან მოადგილემ უნდა იცოდეს, ან განყოფილების უფროსმა, ჩვენ ინფორმაცია არ აქვს საერთოდ, რატომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რა მიზეზით მიმდინარეობს. ხო, 4 კაციან განყოფილებაში 2 კაცი რატომ მცირდება, არ ვიცით. თამთას მინდა ვკითხო, თქვენ პარალელურად ხართ საჯარო მოხელეთა პროფკავშირები, რომელიც არ არის დარეგისტრირებული, ამ ხრივ რამდენიმე უარი მიიღეთ, გითხარით ამის შესახებ უფრო მეტი. ჩვენ უკვე მივიღეთ 6 უარი და აი უბრალოდ ძალიან მცირედით მინდა შევეხმამ დეტალს, რომ ბოლო ჯერ რა მიზეზით გითხრეს თუ არის ეს იყო ჩვენი სახელწოდება თურმე არ შეეფერება, ანუ რაღაცა მოდის თანხმედრაში რაღაც სხვა ორგანიზაციების სახელთან და ანუ ეს პრობლემა შეძლოთ პირველივე რეგისტრაციაზე წამოეყენებინათ და ანუ ეს ყველაზე ბოლოს მოიტოვეს და სხვა ხარვეზი არც მანამდე არ ქონდა ამ განაცხადს ხარვეზი, მაგრამ საბოლოოდ უკვე ისეთ რაღაცაზე დაგვარტყეს, რაც უკვე ჩვენ ამ სახელით ვოპერირებთ. ესეთი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი არის ესეთი რეჟიმისთვის, რომელიც ცდილობს, რომ დისკრიმინაციულ დევნა განახორციელოს საჯარო მოხელეების, იმიტომ რომ ჩვენ ანუ მთელი ორგანიზაცია ვართ ან მობილიზებული იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების უფლებები იყოს დაცული, იმიტომ რომ საჯარო მოხელეს არ აქვს მარტო ვალდებულებები, მას აქვს უფლებები თან საკმაოდ ბევრი. ამიტომ ჩვენ ანუ ვაწარმოებთ რომ ეს ხალხი განვანაცვლოთ ამ იურიდიულ დეტალებზე. მერთან შეხვედრა რაღაც აი თქვა ჩავერთე ხა ისე ძველი თემით, მაგრამ ხომ არ გიცდიათ რომ დალაპარაკებოდით მერს? კი, აი გაეტყვით ნახეთ, ანუ მე როდესაც გავეცანი ამას რომ რეორგანიზაცია ხდება და მომაწერიეს ფურცელზე ხელი, პირველი რაც ვიკითხე, თუ ამ სიტყვერად რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, პირადი კომუნიკაცია შევეცადე დამემყარებინა, რომ მიმეღო რეორგანიზაციის თანხმდები დოკუმენტაცია. მაგრამ ამაზე მითხრეს, რომ ლიფტთან არის გამოკრული ბრძანება. არა და ეს არ არის რეორგანიზაციის თანხმდები დოკუმენტაცია. რეორგანიზაციის თანხმდები დოკუმენტაცია არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ. ამ რეორგანიზაცია ვერ დაიწყება და ამ ინფორმაციის ცოდნის გარეშე. თუმცა, შემდეგ მე პირადი წერილიც მივიწერე, სამსახურეობრივი, ამაზეც არანაირი პასუხი არ დამიბრუნდა და ასევე გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, რომელიც ვადებით დაარღვიეს 10 დღის ვადაში უნდა მოეცათ ჩემთვის პასუხი. უბრალოდ ვინც ამას განახორციელებთ, ვინც ამას გეგმავთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული არის ადამიანისთვის ისეთ ქვეყანაში, რომ სადაც ადამიანები ხელფასებზე ვართ დამოკიდებული და ჩვენს უკან პატარა მე მცირეწლოვანი ბავშვის დედა ვარ. ზოგიერთ ქვეყანაში ვართ ადამიანები ცებული მშობლები ყავს. ზოგ საერთოდ თავად არის თავის მარჩენალი და ანუ არც კი გვაგებინებთ, როდის არ შეიძლება ესე მოექცე ადამიანს, ეს უკვალოდ არ დაიკარგება და არ ვიცი ხა ადამიანის ბედით ესე თამაში და ემოციებით ნამდვილად არ შეიძლება და ჩვენ ანუ სწორედაც პროფესიული კავშირი აი ამით აძლიერებს ამ ადამიანებს და ალბათ ველაპარაკობთ რომ მარტო უფლებები არ გვაქვს ჩვენ. კი, რა თქმა უნდა და აი ამ ვალდებულებები არ გვაქვს, უფლებებიც გვაქვს. აი ამ უფლებების შესახებ მეტი რო იცოდნენ საჯარო მოხელებმა ამისთვის მუშაობთ, ასევე ჩვენ აი ცოდნა რაში დაგიცავდათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აი პროფკავშირი რომ იყოს, აი რაში მოგეხმარებთ. პროფესიული კავშირი შეუძლია რომ ადამიანებს დაეხმაროს კოლექტიურ დავებში, ასევე დაეხმაროს პირად დავებში, რაც არის სასამართლოში წარმომადგენელი. მე აუცილებლად ვაპირებ, ალბათ სხვაებიც იქნებიან და დავეხმარებით ყველას. ჩვენ ასევე ანუ ორგანიზაციის დარეგისტრებაზე ვთქვათ, საერთაშორისო შრომით ორგანიზაციას მივმართეთ ILO-ს და ასევე საბოლოო ჯამში ყველა ეს არჩევი რომ დაგროვდება ერთად, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოსაც. იმიტომ რომ ანუ და ასევე აი თქვენი ეთერი მინდა გამოვიყენო იმისთვის რომ ბიზნესებს ვთხოვო უნდა გახდნენ სოლიდარულები მეტად იმიტომ რომ როდესაც გაჩნდება პრეცედენტი რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ და ამ ადამიანებს ვიღაცა მიხედა სხვებსაც რომლებიც შიშის გამო არიან ახლა ჩუმად მეტი ძალა ექნებათ იმისთვის რომ ანუ აი ამ უსამართლობას აღუდგნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მოუწოდებ ყველას და ჩვენს ორგანიზაციასაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ რომ რაღაცნაირად ქმედითად ამ ადამიანებს გვერდში დაუდგნენ რომ ეს ყოველს ბრძოლა არის ერთად, ხო? ანუ ამ ქვეყნის ევროპული კი ბატონო და თქვენ როგორ აპირებთ გაგრძელებას ამ ქალბატონო დიანა, თქვენ მერთან შეხვედრა ახსენეთ და მინდა შეხვედრა კი არა, აი რაღაც კომუნიკაცია რომ კომუნიკაცია, აი ამას მინდა გამოვეხმაურო, მე მქონდა მცდელობა შეხვედრა ოღონდ სხვა საკითხზე და უფრო ადრე ჩვენ საჯარო მოხელეებს ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ხელფასი არის ძალიან მცირე და ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია გვიდგას.
ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენი ხელფასი თითქმის არ იზრდებოდა. ბოლოს შემდეგ ვიცით მთავრობამ დააინიცირა რომ 10%-ით ზრდა არის ბოლოს 3 წლის განმავლობაში და ის 10% საერთოდ ვერ ეწევა იმ ძალიან გაზრდილ ფასებს და იმ ინფლაციას რაც არის ქვეყანაში და ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია დგას. და სამსახურში ყველას გვაწუხებდა ეს პრობლემა და ამ საკითხთან დაკავშირებით კოლექტიურადაც გვინდოდა მერთან შეხვედრა და მე პირადად მქონდა მცდელობა რომ აი ამ სოციალურ საკითხებზე ჯერ ხელფასი გვაქვს ძალიან დაბალი ჯანმრთელობის დაზღვევა არ აგვაქვს და ჩვენ თვითონ გვიწევს ყოველწლიურად ძალიან გაძვირებული ჯანმრთელობის მინიმალური პაკეტების გადახდა ჩვენ თვითონ და აი ამ საკითხზე მე ხშირად მთავრობის სხდომებზე ხშირად გაუჟღერებია ხოლმე რომ აი ჩვენ თანამშრომლებს თუ რამე პრობლემა გაქვთ შეგვიძლიათ მოგვმართოთ და ეს ხშირად ყოფილა და მეც მომისმენია და რაღაცნაირად მე იმედებოდა ხოლმე რომ აი ეს ისმოდა მაგრამ როცა დამჭირდა მე უშუალოდ პირადად მქონდა მცდელობა რომ მერთან შევსულიყავი უშუალოდ აი ამ სახელფასო ნუსხებით სახელფასო შეუძლებელი იყო ჩემთვის ავედი მის აპარატში და მითხრეს რომ მერი არ ხვდება თანამშრომლებს ეს არის და ჩემთვის ეს იყო შოკი და მოულოდნელი რომ როგორ შეიძლება უწყების ხელმძღვანელი როცა მთავრობის სხდომებზე ამბობს რომ თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვს პრობლემაც რომ არ იყოს ხო მის სამსახურში რა სოციალური მდგომარეობა არა გართულებულ ვითარებაში როდესაც პეტიციაზე ხელმოწერა რაღაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგებად აღგიქვამთ ალბათ არ მანამდე მე მქონდა კომუნიკაცია მე მას პირად მისმა სამდიმნოში მომცა მისი საკონტაქტო ნომერი და შეგიძლია WhatsApp-ში მისწერო პირადადაც მივწერე მას არანაირი გამოხმაურება ეს მერთან შეხვედრა თანამშრომლებისთვისაც ეს არის შეუძლებელი ძალიან უცნაურია ეს ამბავი ძალიან უცნაური ძალიან სამწუხარო იქნება რომ თქვენ რეორგანიზაციის ეს თქო შედეგად რომ აღმოაჩინოთ და მე მგონია რომ ეს განცდა და მოლოდინი გაქვს ძალიან ძიმეა ჩვენი ყოფა მე ახლა არ გახლავართ 20-25 წლის ადამიანი 10 წელია საჯარო სამსახურში მუშაობ 41 წლის ვარ და ჩემთვის მაგალითად ძალიან ძიმე იქნება ისედაც ამ ხელფასის პირობებში როცა წარმოუდგენელია ხო ამ ხელფასზე არსებობა და ძალიან ბევრი ვალი ბანკის ვალი გვაქვს ვიხდით პროცენტს ყოველთვიურად აი ესეთი დამძიმებული მდგომარეობა გვაქვს და ამ ხელფასის გარეშეც რო დატოვებენ ადამიანს ანუ რას გვიპირებს მთავრობა რას გვთავაზობს როცა მოდიან დაპირებით ოჯახებზე ზრუნვით და ოჯახის გაძლიერების კუთხით მუშაობით ეს არის ოჯახებზე ზრუნვა და გაძლიერება როცა 10 წლის თანამშრომელს შეიძლება ისე გაწირო ამას აქში რომ რაღაცა ალტერნატივა არ ქონდეს ამ ქვეყანაში და როცა იყო პრეტენზია რომ ნაციონალური მოძრაობის დროს რომ აი ესე პოლიტიკური ნიშნით მათი მომხრეებიც რომ აი ამ პრეტენზიას უყენებდნენ მათ მაშინ ახლა რა გამოდის ახლაც იგივე მეორდება მაშინ რისთვის გვიბრძოლია ჩვენ კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა წუხვარ ძალიან მივადევნებ ჩვენ თვალყურს თქვენს ისტორიებს თამთა კაჩახიძე ანა კომლაძე თბილისის მერიის ჯერ მოქმედი თანამშრომლები ასე ვიტყვი მადლობა თქვენ